თუ შეიძლება შეკითხვები? შეკითხვა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მარიამ წარელაშვილი ასამბლეის პრეზიდენტთან მექნება შეკითხვა. ბატონო პრეზიდენტო, ნატო საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ეს იქნებოდა დოკუმენტებში თუ განცხადებებში, ისმოდა მოწოდებები თავად ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობების მიმართ, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ მაპი წევრობის სამოქმედო გეგმა. როგორც ვიცით, ეს მოწოდება ჩაიწერება იმ დეკლარაციაშიც, რომელსაც ასამბლეა მიიღებს ორშაბათს პლენარულ სხდომაზე. როგორ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასამბლეის გადაწყვეტილებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, როგორ ფიქრობთ, გაიზიარებს თუ არა თავად ალიანსი აი ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით? Well, first of all, პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემს ვარაუდი, რომ საქართველოს ერთი არის ორი ქვეყნიდან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საპარლამენტო საბჭო გვაქვს საქართველოს ნატოს შორის, მეორე გვაქვს უკრაინასთან, ასე რომ არის განსაკუთრებული სტატუსი აქვს ამ ურთიერთობებს ნატო საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოს შორის ფორმალურადაც, ოფიციალურად დონეზეც, ასე რომ ჩვენ ძალიან ხშირად ამ საბჭოს ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე და განვიხილავთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე. ეხლა რაზეც მუშაობთ ეხლა ჩვენ, რომელიც ფაქტურად ასევე დადასტურდება და დამტკიცდება. ესე იგი, სხვა გზა გამოინახოს, რათა ფორმალურად, ოფიციალურად ხაზი გაესვას ნატო საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მყარ მხარდაჭერას. საქართველოსადმი, რომელსაც ჩვენ ისედაც გამოხატავთ ბოლო წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი, ასე რომ ვთქვათ, ეს გზა, ეს იქნება მართლაც ამას მიიღებს, რა თქმა უნდა, გაიზიარებს, რა თქმა უნდა, ნატოს, იმიტომ რომ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეა ნატო არ არის. ეს არის პოლიტიკური საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც გვერდზე არის, შეიძლება ითქვას, მაგრამ ნატოსის, მაგრამ თვითონ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენი მოსაზრებები ძალიან ხშირად როგორც წესი იზიარებს ხოლმე, რა თქმა უნდა, ნატო და ეს მართლაც ეს ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ის დააჩქარებს პროცესს. რუსთავი ორი სოფო ზურაბიანი, რუსეთი და შავი ზღვის უშიშროების საკითხები, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში, ასე როგორ აფასებთ თქვენ აქ სიტუაციას საქართველოში და რეგიონში უშიშროების სიტუაციას და მეორეც თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია და ამიტომაც ვკითხულობ წევრები უფრო და უფრო პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენება ვიდრე ტექნიკური და არის საშუალება რომ საქართველოს მაპის გარეშე გახდეს წევრი თქვათ ნატოსი. პირველ რიგში ნატო საპარლამენტო ასამბლეა რა თქმა უნდა არის ვალდებულებას გრძნობენ პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ჩვენ ვფიქრობთ რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი. ეს ბევრჯერ ითქვა ბუხარესტში 2008 წელს და ეს იზალაში რჩება. რაც შეეხება რეგიონში სიტუაციას ჩვენ გქონდა საუბარი ბატონ თავისდემარესთან და ჩვენ გვესმის რუსეთის აგრესიული ქცევა, ჩვენ აბსოლუტურად ხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც უკრაინის, რა თქმა უნდა, ძალიან მსგავსი სიტუაცია არის. შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით არა, მაგრამ სხვა ვარიანტში და არასტაბილურობა რეგიონში როგორც უკვე ვთქვი, ეს არის საფრთხე, ეს არის მუხარა საერთო დასავლეთის ქვეყნებისადმი. შესაბამისად, ჩვენ გვგრძნობთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას და ჩვენ ვამბობთ და ვაცხადებთ, რომ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ჩვენ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს და რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. როდესაც ზრდის ამ დაძაბულობის და გაზრდა არ არის კარგი საერთაშორისო გარემოსთვის, კლიმატისთვის და ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი ამ შემთხვევაში ტერორისტთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ჩვენი იმედი გვაქვს რუსეთის ფედერაცია გაიგებს მათ ესმის რომ არ უნდა იყოს ასეთი აგრესიული, არ უნდა იყოს ესეთი აგრესიული ქცევა, მაგრამ ეს მათი პოზიცია არის და ჩვენ ამას რა თქმა უნდა ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ. რაც შეეხება მაპთან დაკავშირებით. მაპი გახლავთ ინსტრუმენტი და პრობლემა ეს არის პოლიტიკური ხედვა. მნიშვნელოვანი და მაპი
როგორ თქვათ, კონკრეტულად, განცდის კონკრეტული საშუალება პროცესი ამოქმედოს, პროცესი დაიწყოს, მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩვენ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც ვჭობენ ამასთან დაკავშირებით. საქართველოს სიტუაციაში ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან კარგი საშუალება. ეს მაპი არის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, გადაჭრის გზა ნატოს მხრიდან და ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ საუბარს და მსჯელობას. კახათ გებუაძე ინტერპრეს ნიუსი მე მაქვს შეკითხვა ბატონ პავლო ალისთან ფაქტურად თქვენ საუბრობთ საპარლამენტო ასამბლეაზე თქვენ აღნიშნეთ რომ საქართველოს დიდი პროგრესი გააკეთა ნატოს წევრობის გზაზე და საქართველოს საკმაოდ დიდი დიდი ევოლუცია გაიარა მაგრამ ამავე დროს ხალხი გაუსვით იმას რომ კიდე შეიძლება ეს რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ამის საშუალებები არის აი თქვა შეიძლება ამაზე ცოტა უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ და აი თქვა სად შეიძლება რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები სადაც შეიძლება რომ საქართველოს კიდევ უფრო ასე რომ თქვა გაუმჯობესდეს ყოველთვის არის საშუალება და გზა რომ რაღაცა გაუმჯობესდეს ხო და საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი მიაღწია ამ პროცესში დემოკრატიზაციის პროცესში ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში შეიძლება კიდევ რამე არის რაც შეიძლება გაკეთდეს ხო იმიტომ რომ თქვენ მართლაც ახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს სასამართლო სისტემისა და ჩვენ ვაკვირდებით საკმაოდ ყურადღებით თუ რა ხდება რა კეთდება და ჩვენ კი რა თქმა უნდა არ ვაკრიტიკებთ საქართველოს ჩვენ უბრალოდ ვამბობთ რომ ამ პროცესებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და საქართველოს ნამდვილად ვითარდება პოზიტიური მიმართულები და ჩვენი დასკვნა და ჩვენი მოსაზრება არის რომ საქართველოს ნამდვილად სწორი პოზიტიური გზით მიდის და ჩვენ ასევე ვიცით რომ თქვენ აბსოლუტურად პატივს ცემთ და იზიარებთ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს, ასე რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, სწორი გზით მიდიხართ, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის არის გზა და არის კიდევ საშუალება რომ კიდე გაუმჯობესდეს. მე მექნება ასეთი შეკითხვა გუშინ ნატოს სამიტზეც აღინიშნა რომ ერთ-ერთი საკითხი რაზეც მათი მსჯელეს იყო რუსეთის თემა, რუსული აგრესია და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ნატოს წევრებმა საკუთარი პოზიცია რომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების მომხრეები არიან. ჩემი კითხვა შეეხება კონკრეტულად რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. თქვენ რა მიდგომები გაქვთ, როგორ ხედავთ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ასამბლეა და მთლიანად ნატო ამ პრობლემას და რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს? We always speak ჩვენთვის ყოველთვის საუბრობთ რუსეთთან ასამბლეაში, არამედ ნატოს, არა მხოლოდ ნატოს, არამედ ნატოს პარლამენტო ასამბლეაზე და ეს პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას. არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ბალკანეთში, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვეთთან მიმართებაში და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ნატო ბევრ ამას აკეთებს კიბერ უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებით ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი რაც შეიძლება პროპაგანდასთან ჩვენ ვიცით რომ არის დიდი ზეგავლენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან თუ გინდათ ევროპის პარლამენტებზე და მათ მიიღება დამტკიცეს მაგალითად რეზოლუცია პროპაგანდის წინააღმდეგ და რუსეთის და რუსეთის მხრივ რო ფინანსდება ეს თქო ევროპული პარტიები ამასთან დაკავშირებით რეზოლუცია იყო მიღებული ეს პროპაგანდა რა თქმა უნდა ზემოქმედებას ახდენს ძირითადად უფრო რა თქმა უნდა იმ ქვეყნებს რომელიც ახლოს არის რუსეთთან მაგრამ ეს საერთოდაც წარმოადგენს საერთო საფრთხე არის ზოგადი საფრთხე და ნატო და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სულ მუდმივად არჩევენ და ბჭობენ ამ საკითხზე ჩვენს პარლამენტებში ნატოს საწევრი ქვეყნების პარლამენტში ჩვენს პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყნების პარლამენტებში ჩვენ განვიხილავთ უნდა ამ საკითხებს ბჭობთ ამ საკითხებს ეს გახლავთ ის საკითხი რომელიც ყოველთვის უნდა იყოს უხედველობაში მიღებული ეროვნულ დონესაც ნაციონალურ დონესაც იმიტომ რომ ყველას უნდა ესმოდეს რომ ესეთი ეს არის საფრთხე ეს არის მხოლოდ სამხედრო საფრთხე არა იმიტომ რომ ესეთი პროპაგანდა კიბერსაფრთხეები ეს მართლაც საერთო საფრთხეს წარმოადგენს და შესაბამისად ეს მართლა საერთო უხარას წარმოადგენს. Thank you very much.